ვიწყოთ იმ ბოლო ამბებით. დაანონსებული იყო თქვენი პარტიის რამდენიმე ლიდერისგან ქვეყანაში რევოლუცია, ასე ვთქვათ. ამის გამო დაკავებული არის ყოფილი თავმჯდომარე თქვენი პარტიის ლევან ხაბეიშვილი მშვიდობიანი დამხობა. თქვენ პოლიტიკოსის გარდა საკმაოდ მაღალი კლასის იურისტი ხართ. მე სიტყვათა ლექსიკონში ვერ მოვიძიე ეს მშვიდობიანი დამხობა რას ნიშნავს. იურიდიულად თუ არსებობს ასეთი რაიმე ნორმა, რომ გაგვარკვიოთ ხალბატონო სევდია მშვიდობიანი დამხობის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ასევე მინდა რომ დავიწყო იქიდან რომ დღეს დააკავეს ელინე ხოშტარია და ნამდვილად სოლიდარობას უცხადებ მას, ის პოლიტიკოსია, მანიც ის ალბათ რასაც აკეთებს და აქედან გამომდინარე აქედან მინდოდა დამეწყო. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს თქვენ ვერ იპოვეთ და ამიტომ არ არის ეს დანაშაული, რომ ვერ იპოვით ვერსად. რომ იპოვოთ კოდექსში ან სადმე, მაშინ იქნებოდა დანაშაული. დამხობა ასე წავიკეთე დამხობაში, რომ დამხობა არ მოსწონთ, მაგრამ მშვიდობიანი ეს უკვე ძალისმიერი მეთოდია დამხობა. არა, დამხობა. ეს რა თქმა უნდა არის манипуляция და ზუსტად იმას ნიშნავს, რასაც განმარტავენ. ახლა რა თქვენ ცოტა არასწორად გადმოეცით შინაარსი, რომ ნაციონალური მოძრაობა გეგმავს ამას. არა, თქვენ ერთი წუთით თუ შეიძლება. თქვენ გახსოვთ ძალიან კარგად, მიუხედავად იმისა, შებულებაში იქნებოდით და ისვენებდით, ბევრად უფრო ადრე, რომ ეს ესეთმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ რუსთაველის გამზირი, რომელსაც სათავეში ჩავდგა ჯერ კიდევ გაზაფხულზე ბატონი პაატა ბურჭულაძე, იმიტომ რომ როდესაც მან რაღაცნაირად 31 მარტის იზოლებული ვარ შორიდან დავიწყო 31 მარტის აქციაზე გამოთქვა სურვილი რომ მიკროფონთან მისულიყო, მაგრამ იქ დაგეგმილი სხვა რამე იყო და მაშინ მოასწრო ის და თქვა რომ აი 9 აპრილს ჩვენ ამას გვეგმავთ და იქიდან დაიწყო აქტივობა ამ რუსთაველის გამზირმა, იმიტომ რომ იმ პერიოდამდე და იმის შემდეგაც უწყვეტი აქციები იყო რუსთაველის გამზირზე. აი ზუსტად რუსთაველის გამზირზე გამომავალი ხალხი, რომელიც ხან ცოტაა, ხან ბევრია, ხან 3000-ია, ხან 30000-ია, მაგრამ თითოეული ადამიანის უკან, აი მე მაგალითად თუ მივდივარ ჩემს უკან, ერთი 8-10 ადამიანი ნამდვილად დგას უკვე ვიცი და ასევე სხვა ადამიანების მიმართ, ასე რომ რამდენიც არ უნდა ვიყოთ იქ, ჩვენს უკან დგას ძალიან ბევრი ხალხი. ამიტომ უწყვეტობას მნიშვნელობა აქვს ძალიან ამ აქციისას და სწორედ მათი ინიციატივა იყო და მათ შეუერთდა ჯერ ერთ-ერთი ჩვენი წევრი, რომელიც თქვენ მოიხსენიეთ როგორც ყოფილი თავმჯდომარე, მაგრამ სინამდვილეში ის არის არა მარტო ყოფილი თავმჯდომარე, არამედ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ქონდა. ლევან ხაბეიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ ის როგორც ერთი რიგითი ქართველი აქტივისტი ვარ, რომ მე ხარ იგი აქტივისტი ვარ და აი ამან დაუჭირა მხარი და მასთან ერთად სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებიც არიან და მეც გავყევი 1-2 ჯერ მაშინ, სადაც შემეძლო ფიზიკურად გავყოლილიყავი, როდესაც თბილისის სხვადასხვა რეგიონში მოძრაობდა პაატა ბურჭულაძე, ის ახლა ჩემი ძველი მეგობარია, ნაცნობია კოლეგა, კონსერვატორიაში ერთად ვიყავით, ასე რომ ვიცნობ და ვიცი საერთოდ რა ნიჭის ადამიანია და აქედან გამომდინარე ინიციატორად ნაციონალური მოძრაობის გამოყვანა იმ ეტაპზე პირობასდებს ხალბატონო სევდიას დებდა ხო დაამხობდა ერთი წუთი. როდესაც ეს არ იყო, ეს არის უსამართლობა, იმიტომ რომ ამით ჩვენ ინიციატივას ვართმევთ იმ ხალხს, ვინც რუსთაველის გამზირზე დგას და ვინც ინიციატივაც ეს არის და თვითონ ბატონი პაატა ბურჭულაძე საერთოდ პოლიტიკური ამბიცია არ გამაჩნიაო, დღესაც თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში და როგორც კი ხელისუფლების ცვლილებას მივახცევთ, მაშინ მე ჩემს საქმიანობას დაუბრუნდები როგორც ქველმოქმედებას და იავნანას, ასევე გასტროლები აქვს უკვე დანიშნული. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, სულ ცოტა ხნის წინ, ალბათ ერთი კვირა იქნება, არ ვიცი, მე სტრასბურგში ვიყავი, მანამდე იყო ეს სხდომა, ახლახან იყო ეს სხდომა ნაციონალურ მოძრაობაში, პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზედაც პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი და შეუერთდა რუსთაველის გამზირის ამ წამოწყებას. აი სულ ახლახან. მანამდე პაატა ბურჭულაძეა ინიციატორი მშვიდობიანი თუ როგორ პაატა ბურჭულაძე არის ახლა ლევან ხაბეიშვილი მასთან ერთად იყო რა პიროვნულად.
არაპარტიულად. ამიტომაც ეს შესწორება მინდა აუცილებლად გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. ეხლა პიროვნულად იყო პირველი და არის კიდევ. გასაგებია. მაგრამ აი დამხობა სადაც არის. დამხობა არის ყველა დამხობას თავის დროზე ებრძოდით, ზვიად გამსახურდიას დროს ხო დამხობას ებრძოდით. ძალით, იარაღით, უჩი იყო. მშვიდობიანი დამხობის ერთი მაგალითი შეგიძლიათ თქვა. კი როგორ არა, ვარდების რევოლუცია არის. ეს დამხობა იყო. სომხეთის ცვლილება აი ფაშინიანის მოსვლა არის. თვითონ დამხობა არის რომ ძალის მიერი მეთოდია, ხო დამხობა რა თქმა უნდა, ამ შინაარსის ზე უნდათ ჩაჭიდება. მშვიდობიანი მკვლელობა, იგივე ფორმულირება შეგვიძლია გამოვიყენოთ მაშინ. მშვიდობიანი მკვლელობა. იმიტომ რომ მკვლელობას მოსდევს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც უკვე კრიმინალია. ხოლო დამხობას არ მოსდევს არავითარი სიცოცხლის მოსპობა, ამას მოსდევს ცვლილება ხელისუფლების და ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ეს არის სინონიმის ცვლილების, გადაყენების, წადის, შეცვლის. ამის სინონიმი იცით რა იყო კიდე? ეს სინონიმი მე ვერ ვიპოვე, რომ მშვიდობიანი გზით ის არა, ეს პოლიტიკური სინონიმებია და თქვენ ვერსად მაგას ვერ იპოვით, თუ თქვენ თვითონ არ მოიფიქრებთ და არ დაფიქრდებით. თუ დაფიქრდებით, უნდა შევწავლოთ ქართული ლექსიკონი. მშვიდობიანი, როდესაც არის ლაპარაკი, ეს ნიშნავს კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების გამოყენებას სრულფასოვნად, ესე იგი დემოკრატიის კი არა, საერთოდ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და დემოკრატია არის ხალხის მმართველობა. ხალხს არჩევნების გზით. ხალხს აქვს ეს კონსტიტუციურ ფორმულას გეუბნებით. არჩევნებზე იქ სხვაგანაა ლაპარაკი. მან არ არის, ეს არის ფუნდამენტური, ანუ ეს არის ზოგადი ბლანკეტური, აი ესეთი უფლება არის, რომელიც არის მთავარი, იქიდან გამომდინარეობს შემდეგ არჩევნების გზით იქნება ეს თუ პირდაპირ არჩევნებით იქნება, როგორც ჩვენ ყავდა ადრე პრეზიდენტი და ეხლა შეგვიცვალეს, იქნება ზოგანარი შვალობითი, ხო, ორსაფეხურიანია, თუ დელეგატების მეშვეობით იქნება, თუ მეფე დანიშნავს სადმე ვინმეს, ეს მათი კანონმდებლობა განსაზღვრავს. რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები საქართველოში გაუქმებულია. არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა და ეს ხელისუფლება, რომელიც თავის თავს ეხლა ხელისუფლებას უდოდებს, არის მრავალჯერადად უკანონო და რატომ? მე უფრო შორიდან დავიწყებდი. უკანონოა იმიტომაც, რომ ბავშვის ქვევრში ჩახჭობით, სრულ კადრებით, რომელიც იყო დადგმული, თუ შეიძლება მე გამოვხატავ, თუ შეიძლება მაშინაც ჩავთვლიდი მე პირადად ჩემი მიდგომა არის ეს უკანონოდ რომ გააქვთ სამხილები ნაციონალურმა მოძრაობამ თქვენ პირადად კი არა მაშინელმა მთავრობამ და მათ ჰქონდათ საშუალება მაგათი დადგმული იყო და მაგათი გაკეთებული ისევე ეს კადრებით მე აი ასე ვიტყოდი მაგრამ არ დავიწყებ აქედან მინიმუმ 20-24 წლიდან ესე იგი ოქტომბრის არჩევნები იყო გაჟონილი იყო ესე იგი კაპიტნებით ჩატარებული და გაყალბებული იყო ძალადობით და დაშინებით რა თქმა უნდა ეს იყო გაყალბებული და ამიტომ არ ცნობს ამ ხელისუფლებას მთელს სოფლიოში სადაც მანამდე ჰქონდათ კავშირები არც ერთ ხელისუფლებას ხელს არ ართმევენ ამ გაყალბების გამო რომელიც არის სრულად დადასტურებული ამის შემდეგ მეორედ არის კიდევ უკვე მეორეჯერ არალეგიტიმური ეს ხელისუფლება, როდესაც კონსტიტუცია თავზე გადაახია თავის ხალხს და 78 მუხლის საპირისპიროდ შეცვალა საგარეო კურსი და ვარი თქვა ევროპაზე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თუ არისო, მამას აცხადებს ქართული ოცნება, ქალბატონ სევდია. ეს ხომ ტყუილია, რაზე თქვით ვარიო? მონობაზე. არა, მონობაზე კი არა, მაგას არ აცხადებს 28-მდე